19 წლის რეჯი კოული ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეში აღმოჩნდა. იქ მას უნდა შეხვედროდა ციხის მეფე, მეტსახელად ელ დიაბლო. დაპირისპირება სასტიკი იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველას გასაკვირად კარგად დასრულდა. რეჯი ბავშვი იყო, როცა ოჯახი ლოს-ანჯელესის კრიმინალურ უბანში გადავიდა. ქუჩებში ბანდები მოძრაობდნენ, ძალადობა ყოველდღიურობა იყო. მისი უფროსი ძმა, 15 წლის კენი, ერთ-ერთ ბანდაში გაწევრიანდა და მალე მტრულ დაპირისპირებაშიც ჩაერთო. ერთ დღეს მოწინააღმდეგე ბანდა მოლოდნი თავდასხმა მოაწყო და სრულისას კენი მოკლეს. რეჯი განადგურდა, მაგრამ ცდილობდა სწავლაზე კონცენტრირება მოეხდინა. გარემოება მაინც თავისი ქნა. ძმის მეგობრებმა და ქუჩის ცხოვრება მასზე ნელ-ნელა გავლენა მოახდინა. მას სწავლას თავი დაანება და კრიმინალურ სამყაროში გადავიდა. ოჯახიც დაიშალა, მშობლები დაშორდნენ, და-ძმები გაიფანტნენ. დედა მარტო დარჩა და ვეღარ აკონტროლებდა შვილს. ძიძემ სამსახურის შესწავლაზე სანტექნიკის კომპანიაში, მაგრამ რეჯიმ უარი თქვა. მან დაიწყო კანაფის მოყვანა და გაყიდვა. 16 წლის ასაკში პირველად დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. შემდეგ კი იერარქის დარებისთვის. შემოსავლის მთავარი წყარო ნარკოტიკების გაყიდვა იყო. 19 წლის ასაკში იგი მამაკაცის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. საზამართლომ დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის გადაიყვანეს გალიპატრიის ციხეში, ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და ძალადობრივ დაწესებულებაში. ციხე უდაბნოს შუაგულში იდგა, იზოლირებული და მკაცრად დაცული, გარე ღობეზე დინი გადადიოდა. შეხება სიკვდილს ნიშნავდა. შიდა ღობის გადალახვის შემთხვევაშიც იგივე ბედიებოდა ნებისმიერს. მცველები ცოტანი იყვნენ, ერთ მცველზე და ახლობით 50 პატიმარი მოდიოდა. რამდენიმე თვით ადრე 5 პატიმარსა და მცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პატიმრებმა თვითნაგეთი დანებით 8 მცველი დაჭრეს. შემთხვევა მთელ კალიფორნიაში გავრცელდა. გამოიწერე არხი. ასეთ გარემოში დაიწყო რეჯის ახალი მძიმე ცხოვრება. რეჯი და სხვა ახალბედა პატიმრები ციხის მთავარ შენობასთან მიიყვანეს. ძველი პატიმრები ეზოდან აგვირდებოდნენ მათ. ახლების სახელების მიხედვით გამოიძახეს გააშიშვლეს შემოწმებისთვის და შემდეგ ფორმა მისცეს. და თითოეული საკუთარ საკანში გადაიყვანეს. საკანი 4 ბეტონის კედელი იყო, ფანჯრის გარეშე, რკინის კარით და პატარა აღრიჯოთი. შიგნით იყო ორსართულიანი საძოლი, ხელსაბანი და ტუალეტი. რეჯიმ მალევე შეამჩნია, რომ ქვედა საძოლზე მისი თანასაგნელი იწვა. თავის არიდება ამჯობინა. არ იცოდა ვინ იყო და არ უნდა ზედმეტი ყურადღება. რეჯიმ პირველივე კვირაში გაიაზრა თუ სად მოხდა ის. ერთ ღამეს რამდენიმე პატიმარის საკანში შევარდა. მისი თანასაგნელი მათთან თბილად საუბარს ცდილობდა, მაგრამ სცემეს და გააუპატიურეს. რეჯიზე და ზე გაუნძრელად იწვა თითქოს ეძინა. იმის გამო რომ ჩუმად იყო ის გადარჩა. ეს არაერთხელ გამეორდა. მაშინ მიხვდა, აქ დარჩენა ბრძოლას ნიშნავდა. მას შეამჩნია, რომ ბევრს თვითნაკეთი დანები ჰქონდა. მანაც კბილის ჟაგრისი აიღო და ქვით წვერი გაამახვილა. თავისი პატარა თავდაცვის იარაღი შექმნა. ეზოში ყოველდღე უშავდნენ. პატიმრები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. რეჯი მიხვდა,